მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე თამთადოლიძე ვარ და დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ თებერვლის თვეზე 1921 წლის თებერვალზე გუშინ 25 თებერვალი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ახლო ისტორიაში და ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი რუსლან ნურუშაძე ის გახლავთ ექვთი მეთაყაიშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორი. მოგესალმებით ბატონ რუსლან, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს გამონახეთ დრო და პირიქით მადლობა, მიხარია რომ ისევ თქვენთან მოვხდი. პირიქით ასევე ძალიან დიდი მადლობა. ზოგადი კითხვით დავიწყებ. თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით, რაც განვითარდა 1921 წელს. ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებთ და როგორ ფიქრობთ თუნდაც დღევანდელ კონტექსტში თანამედროვეობაში რა გაკვეთილი გვაქვს გამოსატანი აი ამ პერიოდიდან? ნუ პრინციპში ბევრი შეკითხვაა, გაკვეთილი უფრო მძიმე შეკითხვაა, დანარჩენი ყველაფერი ადვილია. ნუ ყველაფერი არის ბევრი რამე არის ინდივიდუალური და ამ საკითხებშიც შეიძლება არ იყოს ერთობა. ჩემთვის ეს არის სისხლი აქცევა, განადგურება, მე ამას მოყვა საქართველოს კატასტროფა, განსაკუთრებით საქართველოს კატასტროფა, ხო და ხურში არ სიამოვნებს ახ ადამიანებს, ასხვია კატასტროფა მოყვა, სტალინი გვადგა თავზე და რაღაცა და ახლა ამისთვის არ უცალია, მაგრამ მაგარი კატასტროფა მოყვა, მაგრამ იმავე დროს დავფიქრდებით რა მაგარი ხალხი ვიყავით, რა აქაც რა მაგრები ვიყავით ამ 3 წელიწადში. ცეცხლის გახსნის მერე, ესე იგი 11 თებერვალს გაიხსნა ცეცხლი უკვე ჩვენი მოსპობის 21 წლის. ყველა გადასარბენზე აბსოლუტურად გმირობა არის. რაღაც მაგარი ქართული ამბავია და ძირითადი კიდე არის ერთ სათაურიც გავხსნათ, აი მარქსიზმი, ესე იგი, მარქსიზმი. ამაზე ხო არის როგორი დამოკიდებულება არის. თვითონ ზოგადად გამსახურდი ამას გამოხატა დამოკიდებულება უარყოფითი. ყველაფერი არის სინამდვილეში თუ მიწყივ გამიხილავთ, რომ გიხაროთ ეს რა მაგარი ხალხი ვართ რა. თუმცა საბჭოთა კავშირმა ბოლო დრომდე ეს პერიოდი და ეს დღეები შემოგვასახა როგორც უბრალოდ მენშევიკების დამარცხება და გაქცევა და არა საქართველოს დამარცხება. სიახლეა ბოლოდროინდელი, დავაკვირდი რუსულ ესე იგი რაღაცა ბოლოდროინდელი ესე იგი ტექსტებსაც, ნარატივებსაც და თუ ესე იგი მიღებული იყო ისტორიოგრაფიაში, რომ 1921 წელს დამთავრდა სამოქალაქო ომი, გასაგებია და 20-ში დამთავრდა, ეს რუსეთს ეხება. ჩვენ ესე იგი ჩვენი ხელახლა დაპყრობა იმათ შეიყვანენ სამოქალაქო ომის რეციდივებში. თელ კონტექსტში გაიყვანენ. ხო, როგორი ის მაგალითად დაგდებულია, ეს ესე იგი თანამედროვე ისტორიოგრაფიაშიც ასეა. ხო, აი ეს პუტინმა უკარნახავი რო ვაკვირდები, ხო, თანამედროვეზე გელაპარაკებით, ესე იგი. ჩვენ გარეთ ვიყავით რაღაცა ჩრდილო უნდა ყოფილიყო და თქვენ წარმოგიდგენიათ საეკლესიო კალენდარში რო არის შესული საეკლესიო კალენდარში 25 თებერვალი ზეიმის დღე რა მასშტაბის ტვინის ამორეცხვა იყო ეს რა იყო ესე იგი და ჩვენ ახლა მაგ თემაზე მაგ თემასთან რომ მივიდივართ ესე იგი ყველაფრის გარკვევა შეიძლება არ არის ისეთი ადგილები რაზეც პასუხი არ შეიძლება გქონდეს და ინდივიდუალური რო ვახსენე იმას გულისხმობ რომ მე ხო უამრავი ადამიანი არ დამეთანხმება მე რა მე საბუთებით ამ მუზეუმში საშუალება მაქვს საბუთებით ვილაპარაკო კონფერენციები გავაკეთო მზად ვარ და ტომები მილაგია და ახლა ჩვენ მაყურებელს ვესაუბრებით და მიზანი ეგ არის 105 წლის უკანაც მაგარი ვიყავით და მაგარი იმედებით ჩაგვიწვენ პირდაპირ ჩაგვალეწენ აი სანამ ამ დრომდე და ამ პერიოდამდე მივალთ ორი სიტყვით რომ შეაფასოთ ისე რომ მაყურებელმა გაიგოს რა სამწლიანი პერიოდი განვლეთ აი ამ რესპუბლიკის არსებობის მანძილზე არ შეიძლება სხვანაირად დაწყება შეიძლება იქიდანაც კი როდესაც ასე ვთქვათ 1905-1907 წლების რევოლუცია დამთავრდა და ეს რეაქციის ხანა, მე ეგეთ ხანა ჩვენ ყველაფერი განსაკუთრებული გვაქვს, ესე იგი აუცილებელი არა დაემთხვეს, თქვათ უკრაინულ, ბალტიურ, რუსულ მოძრაობებს, სხვადასხვანაირი რაღაცებია, მაგრამ არ შეგვიძლია გამოტოვოთ პირველი მსოფლიო ომი. ამის გამოტოვება უკვე აღარ შეიძლება. ამ თემის სწავლა შეუძლებელია პირველი მსოფლიო ომის გარეშე. და არის ასეთი ისტორია, ძირითადი უნდა ვთქვათ, თავიდან არც ჩვენს ფლანგზე, ესე იგი ბათუმის ფლანგზე და შემდეგ ახალციხეც მოხდებოდა, არა ეწყო საქმე ჩვენთვის სასიკეთოდ.
და ქართველებისთვის ეს იყო ჯერ სახელი პირველ მსოფლიო არ ერქვა, კიდე მერყეობდა როგორც ერქვა. თქვა თექვთმეტ თაყაშვილი ახსენეთ თქვენის დიდომს ეძახის ესე იგი. კი ბატონო. ამ პერიოდში მოხდა ჩვენს ფლანგზე ძალიან მძიმე ამბავი, მტერი ბათუმში შემოვიდა. ჩვენ ბათუმში ვიყავით 1878 წლიდან. ბათუმს უგულისხმობ იქ თუ ზღვას ავიღებთ, ჩვენ ვიყავით ხოფაში, ახლა სარფში ვართ. თუ ავიღებთ სიღრმეს, ვხვდებით დაუგლაჭეთი და კალკული რაზეა ლაპარაკი. და ეს აუცილებელი არის ამის ლაპარაკი. მე ბოლო ხანებში ვნახე, დიდი ფული აქვს ჩვენს მეზობელს და იღებს ფილმებს მათ შორის, რომ ფილმები უფრო მიდის ხალხამდე და ვნახე და ისეთი მაგარი დეტალებია გამოტოვებული ჩვენი გმირობის. ჩვენ ამ ფრონტზე პირველ მსოფლიო ომში ყავდა 200,000 ქართველი ვაჟკაცი. ძალიან გასაგებებელი განათლების ოფიცრობა. და სარიყამიშის ისტორია ისე წარმოადგენენ, ახლა მე რომ მასალებს ვნახულობ, ხო? ქართველი და ეგეთი კაცი იყო ტარიელ ვაშაკი და თვალსები, შაითან კაპიტანის შეარქვა თურქო, მე ამან სარიყამიში ამბავი გააკეთა. ენვერ ფაშა იყო, მაშინ ათათურქის თურქეთიც კი არა, სულთნის თურქეთზეა ლაპარაკი. ოღონდ ამ სულთნის თურქეთში დიდ როლს თამაშობს, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა თურქთა რევოლუციას რო ეძახიან 1908-ში რო იწყება. აი ეს ფენმა ის სამეული არის ცნობილი. და ჩვენ აქ გავაკეთეთ სასწაულები, ჩვენ გავიწიეთ ფრონტზე, თანდათან ხდება ყველაფერი არზერომამდე და ტრაპიზონამდე და აღებული იყო ეს ყველაფერი და ამ დროს თბილისში ხდება ძალიან ცუდი ამბავი, რო გეუბნებით 14-15 წელს ამბებს უკვე. ისეთი ვითარება იყო, დამავიწყდა იმ კაცის ვარი, ჩვენ ბრძანება მივიღეთ თითქოს ლაგოფეთქებია, ყველაფერი გაქცეულიყავით და რაღაცები და ამას მაგარი ისტორიები ახლავს და შალვა ქარომიძე სხვა ვაჟკაცები თელი ამბები და სინამდვილეში პირველი მსოფლიო ომი თუ სასტიკი აღმოჩნდა მთლიანად რუსეთისთვის, რიგა აიღო მტერმა. ორი ზირშია. პეტერბურგი აღარ ქვია უკვე, პეტროგრადი ქვია გასაგები მიზეზების გამო. ჩვენ აქ ახლა მეც ვერ ვიტყვი, ესე იგი მე ქართველების ფიქრებს და რაღაცებს არ გავამბობ, ახაც არსებობს მტერი, ხო? ამიტომ ეს ვითარება სხვა ვითარებაა და ეს ყველაფერი გადაბმული არის შემდეგ უკვე 1917 წელთან, იმას კი ვიტყვი 1917 წელს ჩვენ რომანოვის ჩამოგდება, მაგრამ არ გვინდოდა. კი, ეს ცნობილია. მე არ ვიტყვი არაფერს. კი ბატონო. და მერე უკვე სწრაფად იწყება ჩვენი ფიქრი, ახლა რა, ახლა როგორ ხარ? აქედან ნიკოლოზ რომანოვი მიდის და გასაკვირი არც იყო მათთვის რომ ესე ნამესნიკი მეფის ნაცვალი კარგი ხანია საქართველოში თვალი რო თქვენ შედგმული ქონდათ ეს იყო ნოე ჟორდანია მისი პარტია სოციალ-დემოკრატიული პარტია და მიდის ეს ვითარება ჩვენ რაღაცებს ვაგვიანებთ სხვათა შორის ამასობაში ამდაკავკასია ვიყავით და ზაკავკასკი ამბებში გავდივართ ეს ყველაფერი და ამ პერიოდში მქონდა მცდელობა სამი ქვეყნის რაღაცნაირად შეკავშირების, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ხანი გასტანა ძალიან. მცდელობები და შეიმჩნევა რომ სომხები უკვე როგორც ერი და აზერბაიჯანი უკვე მაშინ ჩამოყალიბდა. რამდენად ეთანხმებით იმ აზრს, ბევრი ისტორიკოსი ამბობს, რომ სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს გაცილებით მეტი ერთიანობის ფხა, ასე რომ ვთქვათ, გამოეჩინა. გაცილებით მეტად კოორდინირებულად რო ემოქმედა, გაცილებით უფრო მდგრადი იქნებოდი ჩვენ ყველანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. რამდენად ეთანხმებით ამ აზრს? უტოპიას არ უნდა გამოვიყიდოთ, მაგრამ სურვილები ამნაირი იყო. აი ბოლოს სურვილი არის, ნოე ჟორდანიანს საბუთებში ჩვენ ნახულობთ, როცა უკვე 26 მაისის აქტს ამზადებს, სომხებს არ სიამოვნებთ, ლაპარაკები ვართ ადამიანურად და დარდობს, ვაიმე ჩვენ გარეშე სომხებს რა ეშველება. აი იქ საბუთებში ესე იგი 1918 წლის უკვე მაისის ამბებში ეს დარდი საქართველოში იგრძნობა. რაც შეეხება აზერბაიჯანს იქ გამოჩნდა, რომ იქ უკვე ისინი მიდიან სხვა ამბებით და კი ბატონო ჩვენთან არის ეგეთი აზრი, რომ ჩვენ სხვა არ დავეხმარეთ რაღაცა 21-ზე ალაპა 1920-ზე ალაპარაკი ყველაფერი. მე მგონი მიუღწეველის მიუღწევა თუმცა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურ-დემოკრატიული პარტია საქართველოში იმ პერიოდში სარგებლობდა საკმაოდ დიდი მხარდაჭერით მოსახლეობის მიმართ კი არა და მხრიდან, აი ეს არჩენა არჩევნებმაც მიუხედავად საკმაოდ ბევრი ტურბულენტობისა, სხვადასხვა პროვოკაციების
პროვოკაციების სახით, რომელიც იყო ხშირად რუსეთისგან განპირობებული, ხან თეთრი გვარდიისგან, ხან ბოლშევიკებისგან, ამ რესპუბლიკამ მაინც გაუძლო რაღაცნაირად ამ 3 წლის მანძილზე ქონდა შესანიშნავი კონსტიტუცია, კარგი ეს გვიან მივიყეთ, მაგრამ იქამდე ძალიან დემოკრატიულად დაკომპლექტებული პარლამენტი, ქონდა ძლიერი პროფკავშირები და ცდელობა ხომ რაღაცნაირად ეს ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო. ყველგან, მაგრამ ხა მოდი ასეთ რაღაც გავაკეთოთ, თქვენ მტერი ვახსენეთ, ესე იგი იმდენი მტერი გაჩნდა, ну რა არის ეგ საქართველოს რო ვერ ისვენებს ეს ხალხი რა. თეთრგვარდიელები ახსენეთ თქვენ, სხვები ვის რა მიზანი ქონდა, ну ხა საწყენია რა, აზერბაიჯანსაც თავისი მიზანი, განსაკუთრებით ტვინს უბურღავდა ბათუმი, ну ბათუმი ტვინს ვის არ უბურღავდა და რა კი ეს ვახსენეთ, მაგარი ნამუშევარია. და შეიძლება ჩემი კერძო აზრი იყოს და ხალხმა მიაქციოს ყურადღება, მე რა კი ვახსენე 1878 წელი, რა ტრაგედიებით მოვედით ჩვენ ბათუმი გავხადეთ საქართველოს. ამის მერე უკვე ინგლისის ეწყინებათ მეშვეობით ჩვენ ბათუმს კარგავდით და რა ინგლისამდე მინდა გკითხოთ გერმანიაზე რას გეტყვით გერმანელები იყვნენ ხო აქ რაღაცა პერიოდი არა გერმანელები კი იყვნენ მაგრამ პირველი მსოფლიო ომი ხო ვახსენეთ და დამარცხად ჩვენ ბატონო და აბა ახლა მოხდა ის რაც მოხდა და კიდე ერთხელ ეს გაუსვათ ხაზი აუცილებელი კი არ იყო და სხვა ქვეყნების მაგალითზეც რო გადავავლოთ თვალი რო აი მთელი საქართველოს ჩაეგდო ხელში ამ ფრანგს ან ინგლისელს ჩვენ თუ დავაკვირდებით უნდა ჩინეთი ავიღოთ რას ნიშნავს ჰონკონგი იქ რაღაც მაკაოვი იმაჯურეთ იქნებოდა ისე რომ აი ბათუმი მინდა მეტი არ მინდა ჩოლოგ რაღაცეები და ნუ ეჟადანიას აქ მაგარი ნამუშევარი მარტო ამიტომ მინდოდა მე თქვა ჩემი ის იყოს შეიძლება წარმოდგენა 1920-ში ჩვენ ივლისში ვიბრუნებთ ხელახ რა ბათუმს მაგარი ნამუშევარია და ასევე 1920-ში იყო მე მგონი თუ სწორად მახსოვს თარიღი მოსკოვის ხელშეკრულება ცნობილი რომლითაც რაღაცნაირად კვანტი დაგვიდო რუსეთმა რომელიც დაგვპირდა ანუ აღიარა ფაქტობრივად ხო ჩვენი სუვერენობა ну იმპერიული პერიოდია დაიმსხვრა თითქმის მთლიანად არა მაგრამ ოსმალეთი დაიმსხვრა ავსტრო-უნგრეთი ჩვენ ბატონო ირანი როგორც იყო ადრეც იყო დამანებულ თავი არცღის სალაპარაკოდ ეს ამბავი გერმანია დაიმსხვრა ნამდვილად ხო და ისიც უნდა ვახსენოთ ალბათ ჩემი ისეთი ვიწრო და სუბიექტური აზრია რომ რუსეთის ფაქტორის გარდაც არ იყო ადვილი ალბათ პატარა რესპუბლიკის არსებობა, იმიტომ რომ ეს ხო დიდი იმპერიების მსოფლიოა. ეს ხომ არ არის ჯერ პატარა სახელმწიფოების მსოფლიო, ეს არის დიდი იმპერიების მსოფლიო. მოდი ვიხმაროთ შინაურ ჩემ ტერმინს ვიხმარ. ჩვენ თავს ინგლისიც, გერმანია უნახავდა რუსეთს. აი ურთიერთობა ასე წამდათ იმათ, რომ ეს ყველაფერი დალაგდება, ხე დალაგდება რაღაც ეს ბოლშევიკური რაღაცები დალაგდება და საქართველოს ეკუთვნის რუსეთს. აი ეს იგრძნობა. გასაგებია. და აი ამ ვითარებაში წარმოგიდგენიათ რამდენის გაკეთება მოვახერხეთ. და საქართველოში არის აზრი და ემიგრაციიდან მოდის ეს აზრი ყოთაშორის, ძალიან ძლიერად. ნუ ამ ძლიერებში ესე იგი, ნუ რა ვიცი, ძლიერი ხალხი უბრალოდ როგორ რაღაცა იცი, აი ცალკე ადამიანი რო აი ხო ესეთი ფიგურაა რა ეს კიდე ეს მინუსებთან შეიცავს ხო სწორია ვერ გვარდებით რა ფიგურები არიან რა. ჩვენ მაშინ შეგვეძლო გადარჩენო არის აზრი რა. ხო, დამოგიდგენიათ ამ ვითარებაში. ბატონო რუსლან. და ის აზრი კეთილი აზრია. რამეს კი არ გულისხმობს, ამ პარტოვნობას კი არ გულისხმობს. გაგენზრია ხელი და რაღაცა წითელი დროშები კიდე რაღაცები ხო, რაც ნოეზბრალდება. ნუ მე იმ ხალხის მესმის კარგად. მე კიდე თამთაბორიში რა არის? ხო, რაღაცა ხელგულზია, ხო, აი თქვა წიგნი გამოვიდა, წავიდა ემიგრაცია და გამოვიდა წიგნი, გაზეთები ეგ ყველაფერი და რაღაც ხელგულზია. ხელგულზე კი არა, აი რეზო გაბაშვილის წიგნი ხალხს კარგად მაგრად უყვარს. რეზო გაბაშვილის წიგნი დაიწერა 50-იანი წლების მილეულს. ყველაფერი დამცხრალი უნდა იყოს, ხო, თითქოს. და უბრალოდ მეტი საშუალება გაქვს შეხედო. მეორე მსოფლიო ომია დამთავრებული კაცო უკვე. მაინც ეს აზრი საქართველოში რომ რაღაცა მიაკლო ჩვენო მაშენობა მთავრობა. არის ეს მუსირებს ეს აზრი და ახაც ნახავ წიგნებს რომ მთავრობა გაიქცა ხო ნახავ ახლა. რა თქმა უნდა ეს საბჭოთა პროპაგანდა მაქსიმალურად მყარად დააჯერა მაგრამ მაგად გარეშე ჩვენ რასაც ხო
შეცდომები მთავრობის ცხადია, მაგრამ ამის გარდა ეს წარმოჩენილი იყო როგორც უფერული, უფხო, არაპატრიოტი მთავრობა, რომელიც გაიქცა და ქართული ხალხის ეხა ის იქ ხო უშაშორის ნათქვამი მაქვს ამ ადამიანისთვის, უпростоრად ნათქვამი მაქვს ერთი ისტორიკოსის შვილისთვის. ყველა ადამიანი უნდა ცდილობდეს, მე მგონი, მძიმე პერიოდში რომ იმუშავა. რაღაცები ისე არ დაწერა, როგორც დაწერა. 80-იანი წლებიდან ეძლევა საშუალებას ცოტა მეტი ილაპარაკოს. ჩვენ გვაქვს სანიმუშო წიგნი ერთი, რომელიც დაწერა მამაშვილმა, ისტორიკოსებმა. აკაკი და პატა სრუგულაძე. აი მოასწრენ და აკაკი სრუგულაძე ალბათ სხვანაირად ფიქრობდა, ხო, მეც ვიცი როგორ ფიქრობდა. და პატასთან ალაპარაკები აქვს ამ თემის შესახებ, რომ ასე, მაგრამ მომწონს ეს წიგნი. ამოითქვა უნდა სული რაღაც დროს და რაღაცებს ისე რომ გაკეთებდი. ახლა ვაკეთებდი, მაგრამ ასე არ ყოფილა. აი შენვე რო იტყვი ამას, ხო, უკვე და ეს ყველაფერი გამახსენდა თანთან, იმიტომ რომ იქ ნახავ იმნაირი ფრაზებს, რომ ჩვენ უვარგისი ვიყავით, ჩვენ გადავიკიდეთ მეზობლები. ნუ აი ეს ფრაზა ყურში რა, აი ყურში როგორ ჩვენ გადავიკიდეთ მეზობლები თუ ჩვენ მეზობლებს ამდენიმე ვაპატიეთ. კი ბატონო და ასევე ჩვენსა და მეზობლებს შორის კიდევ გარე ძალის ჩარევა, რომელიც ამას ხშირად და ინტენსიურად აღვევებდა ხოლმე. თებერვალის თვეზეც რომ გადავიდეთ, ანუ რომ შევაფასოთ, საკმაოდ ბევრი ტრაგიკული ამბის მომსწრე გახდა მაშინ საქართველო, როცა შემოვიდა წითელი არმია და წითელი არმიის შემოსვლამდე პროვოკაციები რო დაიწყო საქართველოს რამდენიმე წერტილში. თუმცა ვართ დიდი გმირების მომსწრეები, ხო, ჩვენი იუნკერების გმირების მომსწრეები, სარდლობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა დღეს თქვენი აზრით ამ გადმოსახედიდან როგორ უნდა შეფასდეს აი ეს პერიოდი და როგორ უნდა ახსოვდეს ქართველს და საქართველოს სწორად იმისთვის რომ სწორად შეფასდეს ჩვენი ისტორია აი ამ პერიოდის მოვლენები. ეს იქნება ჩემი ერთგვარად ბოლო შეკითხვა და შევაჯამოთ შეგვიძლია. კი, დიდი შეკითხვა და მე ნაწილობრივ თქვი ეს ჩემი კერძო აზრი არის და მუზეუმში ამას ვახერხებ, ინტერესიც აქვს ახალგაზრდობიდან. სიყვარული იღვიძებს იმ ხალხის მიმართ, ჩვენი პირველი რესპუბლიკის მიმართ. და ვაკმაყოფილებ ამას. მე ისი მიმდევარი ვარ ამ გამოვრიცხავ ამას. მინდა რომ თბილად მოვექცეთ იმ დროს იმ ხალხს, იმ შეცდომებს, ყველაფერს ეს მინდა, გაკვეთილდოდა ლაპარაკი. ვიამაყოთ. კი ბატონო. და აქვე დავძენ იმას, რომ სამწუხაროდ იშვიათი შემთხვევა ხართ თქვენ, მე მით ირგლივ მინახავზე შემხოდრია. თქვენ ამბობთ რომ ხართ ილია ჭავჭავაძის მიმდევარი, მაგრამ პატივს სცემთ და ობიექტურად უყურებთ ნოე ჟორდანიას მთავრობის ქმედებას. სამწუხაროდ საქართველოში ამ მიმართულებითაც კი პოლარიზებული იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერი ეყრდნობოდა ნოე ჟორდანიასა და ილია ჭავჭავაძის მიმოწერას, მათ კონფლიქტს და ამ ფონზე აბსოლუტურად ორად გაიყო საღი აზრის გარეშე ადამიანები და აი ეს არის ჩემი აზრით ძალიან პატივსაცემი და თუ გავს თამთადროეთ რამდენ ხანში დავამთავრებ ამას ვერ ვიტყვი, მე ყველას ურჩევ. თუ კი ვინმეს ილია არ გაუგია ბოლომდე და თქმა უნდა ამნაირი იყო ნოე ჟორდანია 1917 წლიდან უკვე სხვა ნოე ყავს. აბსოლუტურად გეთანხმებით, აბსოლუტურად. და ჩვენ გვაქვს კიდე საამაყო რა. ნახეთ როგორ ცუდი დამოკიდებულება მემარცხენე ყურში ხო გვესმის ახალი და გადავიდეთ სულ თემაა და ბიჭო ვასწავლოთ. მარქსისტები ყავდა და რა მაგარი ხალხი გახდნენ და როგორ ნუ ეს ეშინოდა ხალხი რას იფიქრებს არჩეული ვარ როგორც მარქსისტიო და რას ვაკეთებ. კი ბატონო, თუმცა აქაც საამაყოა. კი, და ყველაფერი ღია არის, ნუ ყველაფერი თუ არა დიდი ნაწილი იმისთვის, რომ ადამიანი თუნდაც ნოე ჟორდანიას დინამიკას დააკვირდეს, ანუ როგორ იწყება მისი მოღვაწეობა და მერე როგორ იცვლება მისი მოსაზრებები და დამოკიდებულებები. შეიძლება ხასიათი გაუფაჭეს მომავალ ისტორიკოს ან მომავალ მწერალს ნოეს არ დატოვებენ ასე როგორც არის დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც თავში რო ნახავს რაღაცებს არ მოეწონება რა. სხვადასხვა ნოეს ნუ პირველი გმირი მე მგონი პლეხანოვი იყო. მე მოხდა ისე რომ რაკი ამ საკითხებს ვსწავლობ, ჩემთვის ვსწავლობ და მუზეუმში მუშაობ, ჭირდება ხო? საფსალია, მაგრამ პლეხანოვით ვისწავლე ცოტა. მაგარი სტილია, ანუ მაგარი მოდურია, მაგარია, ძალიან მაგარია, ხო და ნოე არა ასე ძლიერი რა, მაგრამ ნოე ძლიერიაში არის. ნოემ შექმნა ისტორია. ნოემ სოფლიოს აჩუქა პირველი სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო. და
ის 3 წელი არის, კარგად წაიკითხონ რა მაგარი არის. კი ბატონო და ასევე გვახსოვს კი არა და ისტორიას ახსოვს დიდი სოციალისტების, მათ შორის კარლ კაუცკის და მთელი დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში მხოლოდ იმის სანახავად, რომ სადღაც ევროპის განაპირას მოხდა სასწაული და შეიქმნა პატარა სოციალისტური დემოკრატიული ოაზისი, იმიტომ რომ მიხვდა რომ ოაზისი ხო იმას ნიშნავს რაღაც შემოზღუდული რო ხარ რაღაცები და რა ხო და მართალია. კი ბატონო. მათ შორეში გამოგვადგა რა. ხო, აი ამას ვამბობ. აი ამაში გამოგვადგა რომ ენერგია კონდეს დღევანდელ ქართველებს მისი წარსულის გამო. კი და ისტორია რაღაცნაირად შევაფასოთ და ვისწავლოთ სწორად მით უმეტეს ახლა, როცა გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს ინფორმაციაზე წვდომის და ადამიანებს გვაქვს ფუფუნება, რომ ინფორმაციები გადავამოწმოთ და შევადაროთ ერთმანეთს და გამოვიტანოთ დამოუკიდებელი აზრი. კი ბატონო. უღრმესი მადლობა დღეს მოსვლისთვის, აი ამ დღეების გახსენებისთვის. და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ თებერვლის აი ამ ძიმე დღეებზე და პირველი რესპუბლიკის პერიოდზე საუბრობდით ბატონ რუსლან ურუშაძესთან ერთად, 16 ტახაიშვილის მუზეუმის დირექტორთან ერთად. დიდი მადლობა რომ გიყურებდით, დაგიბრუნდებით მომავალ ხუთშაბათს.